მოგესალმებით, როგორ ხართ? იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ცოტა მოვიმატე. გადავწყვიტე, რომ რაღაცა ცოტა ისეთი მარტივი და იული ხერხი მომეძებნა დაკლების. ამიტომ ვიპოვე ვენდის ჩაი გასახდომი ჩემი მეგობრის რეკომენდაციით. და დღეს ვიწყებ ამ ჩაის მიღებას. მოკლედ, მინდა რომ თან მთელი პროცესი გადავიღო. დაწყებიდან ბოლომდე მინდა დავიკლო 5 კილო, 4-5 კილო და ყველა დეტალს გაგაცნობთ თქვენთან ერთად. ავიწონები, ბოლო წონასაც თქვენთან ერთად ვნახავ და რას შევჭამ, როგორი მოქმედება ექნება ჩემზე, ყველაფერს გაგაცნობთ. ასე რომ წავედით. ეხლა მოდი ავიწონოთ, ერთად ვნახოთ, რამდენი კილო ვარ ზუსტად, სანამ დავიწყებ ჩაის მიღებას. ჩვენთან ერთად თქვენს ნახეთ, ვარ 62 და 5 ლიტრი. მინდა ვიყო 57 კილო. ეს არის ჩემი ჩაის ყუთი, ერთი თვის კურსი, აი 30 დღე, 60 ცალი, აი ესეთი პაკეტი. ეხლა განახებთ როგორ და გავხსნათ და როგორ და მივიღოთ. ჩაის მიღების წესები ძალიან მარტივია. უბრალოდ უზმოზე 150 გრამ წყალში უნდა გავხსნათ ეს ფხვნილი და მივიღოთ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა მოქმედება აქვს ამ ჩაის და მოკლედ მინდა გითხრათ, ჩემს შემთხვევაში ის პრობლემა, რაც მე მქონდა, რომ კვების მიღებიდან ძალიან მალე მშივდებოდა და ხშირად მშივდებოდა და მადამ მქონდა მომატებული, ამაზე იმოქმედა 100%-ით. დაახლოებით ჩაის მიღებიდან მეორე დღეს უკვე დაიწყო მოქმედება და მადა საგრძნობლად დამიქვეითდა. ასევე Facebook-ზე არსებობს ვენდის მომხმარებლებთა ჯგუფი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვიზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, დეტალურ ინფორმაციას და შედეგებს. დღეს არის უკვე მე 6 დღე და სასწორად დღეს ავიწონები. ნახოთ. არაფერს ამიკლებ საერთოდ ყველაფერი. მინებივრებ თავს და ასთავრია ბევრ წყალსო. ნახოთ რა გამიგის ხება. მოდი ვნახოთ. რამდენი მაქვს დაკლებული. ნახოთ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემზე იმდენად მოქმედებს ეს ჩაი და იმდენად მიკარგავს მადას, რომ შემიძლია მთელი დღე საერთოდ არაფერი არ მივირთო. თუმცა ვიკვებები მსუყეთ და კარგად. თუმცა ცომის და გაზიანის გარეშე, რაც აუცილებელია ამ ჩაის მიღების პირობებში, ამაზე კონსულტანტები აუცილებლად გიმახვილებენ ყურადღებას, როდესაც შენ ეცნობ ინფორმაციას. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ ჩაის მიღების დროს აუცილებელია მსუყე და კარგი კვება. ხშირად აბაბე რომ ჩაის მიღების დროს ენერგია არ აქვს, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ და ვარჯიშსაც კი დავდივარ. ენერგიის ნაკლებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებ საკვებს იღებთ და ცოტა წყალს. ამიტომ თუ გააკონტროლებთ საკვების მიღებას და წყლის მიღებას, ენერგია აუცილებლად გექნებათ. ნახოთ, რამდენი დავიკელი კიდევ. ართავ. ვიდივარ. Yes! არის კიდევ 1 კილო. ვისაც გაინტერესებდათ როგორი გემო აქვს ჩაის აქვს კენკრის გემო და არის ძალიან სასიამოვნო დასალევი. დღეს არის ჩაის მიღების მე-16 დღე. დღეს უნდა ავიწონო, მაინტერესებს როგორ მიდის ჩემი კლება და მინდა გითხრათ კიდევ ერთი პატარა დეტალი ამ ჩაისთან დაკავშირებით. მე როგორც ამიხსნეს, ამ ჩაის მიღება რეკომენდირებულია ასევე მაღალი წონიანებისთვის, მათ შემთხვევაში კლება უფრო სწრაფად მიდის და უფრო ეფექტურია. თუმცა რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია ჩაის მიღება 2-ჯერ. ახლა კი წავიდეთ, ავიწონოთ და ვნახოთ რამდენი დავიკელი. ძალიან მიხარია, რომ მე ჩემს სასროლ 57 კილოს მივაღწია და ძალიან მალე ერთი თვეც არ დამჭირდა ამაში და სრული 5-ის გამოყენებაც არ დამჭირდა ჩაის. მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ ჩემი საყვარელი ვენდის მიღებას, იმიტომ რომ ფაქტიურად მე კი რაღაც 3-4-5 კილოს დაკლება მინდოდა და ეს კილოგრამები დავიკელი, მაგრამ ძირითადი ჩემი მიზანი იყო წონის შენარჩუნება, რაც კლების შემდეგ ყველაზე რთული ეტაპია. ამიტომ მე ვაგრძელებ ჩაის მიღებას დღეში ერთხელ, რაც თავარია, 2-ჯერ ვინც იღებს ის უფრო მეტ კლებას იწყებს და უფრო აქტიურად მიდის მისი კლების პროცესი.
ხოლო თქვენ ყველას გისურვებთ წარმატებას.